სულ ვიამაყებ იმითი, რომ ბევრი ადამიანები დავიცავი მონობისგან, მაგრამ რაც შეეხება წმენის შეცვლას. აი როგორ გითხარით, მე არასდროს არ გავკადნიერებულ ვარ ისე, რომ მე თქვა, რომ მე დავაფუძნე რელიგია. გარდა იმისა, რომ თავრობას ვატყუებდი და თავრობას ადამიანი ცხოვრებაში ბევრჯერ ატყუებს. თავრობის მოტყუების გამო ადამიანს რო დაარქვა, რომ ის რა მან რელიგია შექმნა, მაშინ მთელ ქვეყანას რელიგიები ქონია შექმნილი. ჩვენ არასოდეს არავისთვის არ მოგვითხოვია რელიგიის შეცვლა. ჩვენ არავისთვის არასდროს არ მოგვითხოვია რამე რელიგიურ რიტუალში ყოფნა. ყოველთვის ჩვენი განცხადება იყო, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შვილები. შეიძლება ყველაზე უცოდველი მე არა ვარ სამყაროში. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი სასულიერო მოღვაწე არც თავის საკუთარ თავს არ თulis ანგელოზად. და არც არის შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შეიძლება დაგვაბრალოს ადამიანმა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ახალი რელიგია დააფუძნეს. რელიგიების ასე დაფუძნება ზოგადად არ ხდება. ჩვენ ადამიანებს მოვაწერინეთ ხელი ჯარში არ წასვლაზე. ძალიან სასაცილო საბუთზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ რადონის სასაცილო ამბავია, როცა ვიღაცამ მოდის და გეუბნება, რომ ამ საბუთს მოაწერე ხელი, თავრობას ვატყუებ, თვითონ შენ ჩემი მღვდელმსახური ხარ და ჯარში არ წახვალ და ამ დროს ვიღაცამ მოდის და მეუბნება, ეს მართლა მღვდელმსახური გახდა და მე სერიოზული განზრახვა არ მქონია, რომ ეს კაცი მღვდელი ყოფილიყო. ამ კაცს არ ქონია განზრახვა, რომ სასულიერო პირი ყოფილიყო თვითონ. არც იმ გაერთიანებას, რა გაერთიანებას ჩვენ გვაქვს. არასდროს სურვილი არ ქონია ყოფილიყო ეკლესია. არასდროს სურვილი არ ქონია იმაში, რა ქვია, სასულიერო იმაში რიტუალებში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ გვინდოდა ადამიანები მთავრობის მონობისგან დაგვეხსნა. ხა, ვიღაცა თუ მეტყვის, რომ იცი რა, შენო რელიგია დააფუძნეო, ისეთ საპატიო რაღაცას მეუბნებიან, რომ შეიძლება ამაზე მადლობა უნდა უთხრა ვიღაცას, მაგრამ არ მიქნია ეს. სულ ვიყავი მონაწილეობდი ამ დრომდეც მერეც სხვადასხვა სასულიერო რიტუალებში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის შვილი, დღემდე ვარ გადაცემებს ვაკეთებ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ამ დროს შენ მეუბნები, რომ შენს მიერ ვიღაცა საბუთს გაცემული პირი სასულიერო პირია და არ მივაჩნია მე ის სასულიერო პირად. შენ რატომ მიგაჩნია? ცირა ქრისტიანობაში არის ესეთი მომენტი, რომ სულ იარაღით რომ დაგადგნენ, რო გითხრა რა რწმენის ხარ. შენ უნდა თქვა ქრისტიანი ხარ. ანუ არ უნდა უარყოს. ეს ძალიან პრინციპული ამბავია. და არავის არ უარყვია, მე არავის არ მომითხოვია ქრისტიანობის უარყოფა. იმადის ადამიანები ხო ამბობდნენ, რომ მე არა ვარ ქრისტიანი, არა არცად ამ ადამიანებს არ უთქვათ. მე არ მიკითხავს ამ ადამიანებისთვის რა რელიგიის წარმომადგენელი იყო. სად გადადიოდა და გადმოდიოდა. არაფერი არ მიკითხავს. მოდიოდა ჩემთან კაცი ჯარში არ მინდა წასვლა. კაი ძვირფასო. ჯარში არ გინდა წასვლა, ეს საბუთი წავიღე მიუტანე კომისარს. არასდროს ამ ადამიანებს არც ერთ ეტაპზე არ ქონდათ იმის არჩევანი, არავის ეს მათთვის არ უკითხავს, რომ ის არის თუ არა ქრისტიანი და უარს აცხადებს თუ არა ქრისტიანობაზე.